ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 27 ტურის, ესე ვთქვათ, სწრაფი მიმოხილვა. და იცით, ამ ტურმა ჩემპიონატის სათავეში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. პირველი და ალბათ მთავარი, თბილისში ნამდვილი სენსაცია მოხდა. დინამო თბილისმა, რომელიც ცოტა ფორმიდანაა ამოვარდნილი, თან მე-10 წუთიდან კაცნაკლუბმა მოახერხა და ლიდერი გორის დილა დაამარცხა. თან როგორ? 2-0. გოლები აბდულაი იორომ და მათე ვაწაძემ გაიტანეს. მეორე, დილას ამ წაფორხილებით, რა თქმა უნდა, კარგად ისარგებლა მდევარმა იბერია 1999-მა. სტუმრად გაგრას მოუგეს ანგარიშით 3-1. ლუკას ილაგაძემ დუბლიც კი შეასრულა და ახლა იბერიელები ლიდერს ხედავთ. მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. მესამე, ქუთაისის ტორპედომაც ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა წამოიღო გასვლიდან. გარეჯთან მოიგეს 3-1. აქ პაატა ღუდუშაურმა შეასრულა დუბლი, ალეკო ბასილაძემ კიდევ 3 საგოლე პასი გააკეთა. მაგარია. მეოთხე ამბავი. წალტუბოს სამგურალმაც იმარჯვა. თელავს მოუგეს მინიმალური ანგარიშით 1-0. აი ტურის ერთადერთი ფრეკი ფოთში ვნახეთ, კოლხეთი 1913 და ბათუმის დინამო 2-2-ით დაშორდნენ. ისე რომ მასპინძლები თავიდან 2 ბურთით იგებდნენ და ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ასეთი სურათი გვაქვს. პირველზე ისევ დილაა 59 ქულით, მეორეზე იბერია 1999 მოგვდევს 56 ქულით, მესამეზე კი დინამო თბილისი 45 ქულით. მოკლედ ამ შედეგების ფონზე ხომ ხვდებით, ბრძოლა ჩემპიონობისთვის კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება.